შემდეგია რომ თუ აიღებ წიგნს და 20-ე გვერდზე გადაშლი, პირველი წინადადება იდეალურად აღწერს შენ ცხოვრებას. მოდი ვნახოთ. აი რა, წუხელ თითქმის არ მიძინია. გუშინ მართლა 5 საათზე დავიძინე. მაინტერესებს უცხო ადამიანებზეც თუ დაემთხვევა. ამიტომ ველიდან გამოვწერე 1-5 წიგნები. ველის ყუთიდან ამოარჩიე 1 წიგნი, გადაშალე 20-ე გვერდზე და ვნახოთ პირველი წინადადება აღწერს თუ არა შენ ცხოვრებას. მარტოობას მოგონებებით იქარვები და მარტოსულად გრძნობ თავს? ამ კონკრეტულ შემთხვევაში არა, მაგრამ ხშირად ყოფილა ეგეთი მომენტი ცხოვრებაში, რომ მარტოსულად მიზნია თავი. ისე რომელი წიგნი აღწერს შენ ცხოვრებას? მარტოობის 100 წელიწადი. ხო, შეყვარებულია. ხარ შეყვარებული? რა თქმა უნდა კი. ისე ყველაზე უცნაურად გილას სად წაგიკითხავს წიგნი? სხვენში წამიკითხავს ყველაზე უცნაური წიგნი. ველისგან ეგ წიგნი შენ გრჩება? ძალიან დიდი მადლობა ველის. უნივერსიტეტში ჩარიცხვის იმედიც კი აფრთხობდა. აბიტურიენტი ხარ? არა, შემდეგ წავხვდები, მაგრამ დიდად არ ნერვიულობ. მიუწვდომელი ფუფუნება ხარ. ხარ მიუწვდომელი? მისთვის როგორ? აპრილში თბილისის წიგნების ბაზრობაზე მოდი ხარ? ჯერ არ ვიცი. ჩვენ იქ ვიქნებით და გელოდებით, მაგრამ თუ არ მოხვალ შეგიძლია იგივე ფასტეკლებებით წიგნები ველიზეც იყიდო. მე ამ ბაღნების დედა ვარ თუ რა ვარ? ისე სამეგობროში დედის როლი გაქვს? სიმართლე რომ გითხრათ, კი, იმიტომ რომ სანმე რომ გავდივართ, უმეტესად მე ვათანხმებ ხოლმე. ბავშვობაში რომელი წიგნის წაკითხას გაძალებდნენ? პეპი გზელი წინდის. ჩვენი თავგადასავალი ნელა ჩაივლის, მაგრამ გავიმარჯვებ. ჯერა რომ ცხოვრებაში გაიმარჯვებ? კი, მაგრამ მაინტერესებს თავგადასავალი რა იქნება. ველისგან ეგ წიგნი შენ გრჩება? მადლობა დიდი. და რომელი წიგნი აღწერს შენ ცხოვრებას? დაგვიწერა კომენტარებში.